გამოვედით ბელარუსი. მოგესალმებით ყველას, უკვე ბელარუსიდან და შემოგთავაზეთ კარგი ვიდეოებს. კარგ ნადირობას, 5 დღიანი ტური გვაქვს ბელარუსში და ბევრ ნადირობას მოვასწრებთ. დანარჩენს მოგიყვებით სადაც გზა. მოგესალმებით ბელარუსიდან. მე და ჩემი მეგობრები დავხვდა ანდრეი, აკაური, რეინჯერი. იარაღები აქ არის. იკა, პრივეტ. წარმატებულ ნადირობას გისურვებ. პირველად ვინადირებთ მე და შენ ლოსზე და იმედია გაგვიმართლებს ჩემო კარგო. გიო, ირმები რას ფიქრობენ? კარაბინიანი ბიჭები მოვიდნენ კარაბინიანი ბიჭები. ანუ ჩვენ ახლა უნდა ვნახოთ ტესტირება როგორ გამიდის მონადირეების, თან უნდა შევამოწმოთ ზუბრის, ანუ დომბის საშენები და მერე დავხედავ როგორ ნადირობენ სხვები. აჰა, საინტერესოა. ხელი არ წაგიწევა. ბაჩო, გამომყოლია. თურმე თოფი გამომყოლია. როგორც ვიცი ამჯერადაც ლულა დატოვე. შენი საყვარელი ლულა. ის ლულა ვერ წამოვიღე, მაგრამ ის კარგად მაგ დაცდილი რაც წამოვიღე. წინაზე სოფიანი ლულა. პირველ 2 დღეში 100%-იანი შედეგი. და ასე რომ ეხლა ვნახოთ. წარმატებები. მე და ვაჟა ვდგებით, შენ დადგები შუაში, მე მარცხნივ, ვაჟა მარჯვნივ დადგება და გაგვიმართლებს. შაშან ვიყავი წამოსული ვალტერით. შაშან ეკეთით ვიდავიღე მასი. წელს ვარ წამოსული ბენელით. 30-06-ით. არიზიანი იარაღით. ძალიან კარგი წარმატებები. ბატონო რეზო, თქვენ ძალიან საინტერესო იარაღით ხართ წარმატებული. გამოცდილების მქონე მონადირეები არიან აქ და ძალიან ბევრ ამას გვასწავლიან. თოპს რაც შეეხება წინაზე თოპი არ მქონდა, ეხლა თოპი მაქვს. მიხდი რომ საკუთარი თოფი უნდა წამოგეღო. ო, აბარა. წარმატებები. მადლობა თქვენს აგრეთვე. გაიხარეთ. მოკლედ ესე, დავილოდებით ახლა ჩვენს ბუხანკას, ჩავწდებით და წავალთ სასტუმროში, რომელიც არის მეურნეობასთან ძალიან ახლოს. ალბათ წავედით. წარმატებები. ასევე ჩემოიკა. გენაცვალე. მე დავჭრი, შენ კონტროლი დაადე. თქვენი ერის სისტემა. ან პირიქით გავაკეთოთ. კლასიკური სამკუთხედი. კლასიკური სამკუთხედი. ჩამოვედით ჩვენ სახლში ბიჭებო. კი, ნამდვილად ეგავ. ძალიან გახარებული ვარ და ისეთი შთაბეჭდილება რჩება ბიჭებო, რომ თითქოს გუშინ წინ აქ ვიყავით და ისევ დავბრუნდით. გუშინ წინიზე წარმატებები მინდა გისურვებ. ხომ ვიყავით. ასე, ყველას გისურვებ ბიჭებო. გაიხარეთ. სახლი დაუნავარებებია, მარცხნივ ახალი. ო, какие люди нас встречают. Да, мы помним эти слезы. Они уже скучали. Мы скучали. Привет, Вики. Да, мы можем без воды. Хорошо скучали. Хорошо. Мы уже считали денечки, часочки. Да. Как хорошо сделать. Там еще новенькие домики. Там хорошо? Мы даже для вас აი ესეთი დიდი სიყვარულით და მოფერებით დაგხვდნენ ჩვენი პადრუგები, აკაური, ჩვენი მეგობრები. გველოდებოდნენ, გაუხარდათ ჩვენი ჩამოსვლა, წუთებს ვითვლიდითო გითხრეს. ესე ჩვენი სახლის არაც წინაწელს ვიყავით. დაუმატებიათ. აი ეს პატარა ქოხი, რომელიც ძალიან უხდება ამ დღეს. ესე ჩვენი ბუხანკა, რომელმაც წინაწელს ძალიან კარგად მოგვემსახურა. გიო, როგორ ახარ? როგორ იმგზავრე? შვენი, როგორ წავ? წარმატებებს გესურვებ. ასევე შემოძმაო. კარგად ინადირე, ოღონ შენი ძვირადღრებული კადრებით. Ваш друг наш. Конечно, Наш друг ваш. აგერა ჩემი მასწავლებელი ივანე რუსივით ხელებსაც ხმარო. ნახევარ მთვარე.
ნახევარ Мы очень, мальчишки, грустили без вас. Нам снова приятно, что вы здесь у нас. Выпивайте самогон и в наш дом. И марш в дом. налетайте. Аба, Правда, не самогон, боялись, что, может, вы его не пьете, мы уже за нас за хорошую. Спасибо აუ როგორც ცივა იმას за встречу. გაუმარჯოს ჩვენ შეხვედრას ამან დახვედრას Мало. Столько мало я не пью. Правильно. за вас спасибо Спасибо вам. Спасибо. Так а мамуку где потерял? აგნევაევა და Да. ო gari Стоп, стоп Я благодарна, что ты привез нам друзей наших. В целости и сохранности. супер Они ночь на охоте были, они только под утро приехали домой. Да, искали вам этих девочек, косулечек, лосюлечек, да. Будем здоровы. ტელეფონს დაგიჭერ მომეცი დამიჭირე. Кому Нела? добавочки? Или за столом? ორი კამერით გიღებ აბა, გაუმარჯოს. ამ შვიდ არ ლამას ქვეყანას, ნადი ფინალი წავწევ. და ჩვენთანაც მალე მოვიდეს ეგეთი დრო. გაუმარჯოს აქაურობას. კეთილი იყო ჩვენი ფეხი. გაიხარით მოვიდით ასროლეთში ხვალინდელი ნადირობისთვის გვინდა რომ კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ თოფები მიუხედავად იმისა რომ თბილისიდან გასწორებული წამოვიღეთ ოპტიკები, შოტკამები. მაინც მგზავრობა რაღაცა აქეთ-იქ ჯობია რომ თავი გადავიზღვიოთ რომ თუ ავაცილეთ როგორც მინიმუმ სათქმელს აღარ ვიტოვებთ რომ გაუსწორებელი თოფის ბრალი იყო. მარტივად რომ თქვა რუბიკონი გადალახულია თემაში ვიქნებით რა. ესეთი სასროლეთი გვაქვს. ნახოთ ახლა ავირჩევთ სამიზნეებს და გავასწორებთ როგორც ხრახმს, ასევე გლუვს. ბატონი მამუკა, ჩვენი პროფესორი მიგვიძღვება წინ და რაც ხა იქნება. 50 მეტრი. კი და გავასწოროთ 50 მეტრზე, იმიტომ რომ რეალური სასროლი მანძილი ეგ არის. სამიზნეები ერთმანეთს ფარავენ, მაგრამ ისევ ქნათ მეთქი რა, რომ ეხა მაკედან ბაჩო ფარავენ ერთმანეთს თუ არ ფარავენ ეგ სამიზნეები. არა, ის მაღლაა, კი, ისინი ის ორი მაღლაა, მივხვდი რასაც კითხულობ. კომფორტა, მაშინ 4 კაცმა უნდა ისროლოს ერთად, ერთდროულად, ესე იგი ცალ-ცალკე. ერთმა აქედან მარცხენას, იქიდან მეორე იქიდან მარცხენას, მე ერთდროულად 4 კაცი მივა და ნახავს თავისი ორი ნასროლი სიტყვაზე სად არის მოხვედრილი. მამუკამ გადაწყვიტა რომ იაკობ გოგებაშვილია და აი იას გვასწავლის. კი ბატონო არა, აი ეს არ გასწავლეთ, დროში ვქნათ რა, თვითონ ვარ და უკან. ერთი ეგეც კითხეთ სადმე ჩქარება და სხვა რა საქმეა. ყველა თავის მიშენიაში ნახავს. უწოუკას ეძახიან რა ყოველდღიური ნებართვა ნადირობის თავისი იარაღით. შემოწმება ვინცობა მოვიდეს, ყველაფერი წესრიგით საბრძოლო. Дякую. Андрей Александрович, а чаны загрузим? Тут с 7 часов можно было и все чаны погрузить. Куда? Куда-нибудь. Ну, машин нет. Завтра анонированно винарируют белорусский. Дальше. Кто не записал? Крышели Марлен. Можно? Можно. მოკლედ საღამოს ნადირობაზე გამოვიდით ახლა მე ბაჩო და მამუკა და მოვინადირეთ 2 ტახი მესამე უნდა მოენადირებია პატივცემულს მაგრამ რატომღაც იარაღმა რაქნამამუ
ერთი ტყი არა მოვარ და მეორე გაეჭედა შიგნით ვერ გავისროლე. მოიშალა ნერვები, არადასინქრონში უნდა გვესროლა. პირველი მოინადირა ბაჩომ. და ორი ასაყვანი იყო სინქრონში ორივე. ორივე ასაყვანი იყო კი? არა, უშუალოდ ხა თქვენ ეს ძალიან კაი რამე არის, მაგრამ ორივეს მოკლული იყო და მე კიდე აქ რო გამოვიდა გამინდეს პროჟექტორები და ზარაფია. დაიწყეს ჭხანავე. ხოლმე რომ დავტოვებ ამას იგი და ის კი არის აღარ წამომიყვანს. ხა ველოდებით კიდევ შველი იყო, 4 შველი იყო, გავიდა. ერთი სექსოლოგი და ერთი პროქტოლოგი. 4 შველი გავიდა წეღან და სამწუხაროდ ვერ მოვინადირეთ, იმიტომ რომ დიდ დისტანციაზე იყო და რაღაც ცოტა ხანი გვააკიდევ დრო რომ ლოსი გამოჩნდა კიდე. ხო, ლოსი იყო, მაგრამ უფრო მერით შორს წავიდა. ისიც დიდხანს იდგა. რიგებს ის აუწევს მას ტელევიზორში, ტვინაში ეძილას. ამას არა მოვჭი. და კიდე რაღაც პატარა მტაცებელუკები იყო, რომლებიც ჩაწერილი ყავს და აგები იმათმა შეჭამეს იმ მტაცებელუკები. ესენი იყვნენ განძზე გამოსულები ჩემო კარგო და ახლობით ჩვენ დასრულეთ 80 მეტრში რა. ასე გონიამ და აი ხა ვარ ზუსტად 80 მეტრში იმიდან, საიდანაც ვესრულეთ, მამუ. 80 მეტრში ვართ ეხა საიდანაც ვესრულეთ. აბა გაზომე. გამოდი ბიჭო აქეთკენ. ნახე იპოვე? ვერა ჯერ. როგორ არის ეგეთ არის? იპოვე? 80 მეტრი გავიარეთ უკვე. მაშინ შენი 100 მეტრიც იყო რა. ვა. 100-120. ყო დიდები იყვნენ და კარგად ჩანა. ხო, დიდები იყვნენ. 100-120 მეტრა იყო რა. ვა. იმიტომ აქ შუაგული ტყიდან გამოვიდნენ მაგარი და ნახე როგორ თოვს ბიჭებო. კარგი ამინდია. ვა, გაასწორა. ხურის მონადირება. მე თაგვები. ამა ბიჭო თაგვები გამოს. მამაიო. მამუ, აბა გაზომე, მაგო. ხო. აი მე რომ მივდივარ პირდაპირ, როგორც მივდივარ, ესე არის ზუსტად ეს. როგორ არ ხედავ კაცო, აგერ არის ა? ამღარ როგორც იმასავი, პარაოზი. მატარებლის ხელაა ზუსტად. ვაგონი. პედალია იყო თავი. იმედია. ერთი ვედრა ისაა რა. აი ესეც ჩემი მონადირებული ხური. აი კარი იყო ცოცხალი არის. ვა რა მაგარია. არა. უდარია. ნუ თითქმის იგივე ზომა. ამიკვინებს ახლა. აბა ეში უნახოთ, არ გიკვენს. ეგრეა, ერთი ბიძაშვილმა მიდაშვილები არიან ერთი. აჰა. ერთი პარადა. ახლა მეორე სურათი გადამიღეთ აი. მაგარია. მაგარია. Mala зарабатываю, это. Да ему маленького стрелял. А это успешнее. Сейчас я буду еще его снимать, как и они будут его тягать. Вот так надо. Разводить людей на охоту. Андрей, вывести, немножко развеселить. И потом откаты получается. Конечно. Раз. А? Ай. ბიჭებო, აი ეს არის ახლა ჩვენი ირაკლიკოს მონადირებული. ხო და აი მონადირეები ახლა ხო ამ შეხედეთ ეტაგებია ბაჭოს. რაიმა. ავათრიეთ. ზემოთ. ახლა იგი. Значит, лебедкой берем. Кули бодку. Руками, да? Давайте, товарищи, давайте, хватайте за ноги. Давай. О, ეს კაი მოშნია. Чихли, бля. Подойдите. Сели чартули, как камера, ага. Приподниму, а вот Ори камера, еде, сердровулат. Ага. Ава? Ава давайте, товарищи матросы, моряки, охотники, молодые.
მენაცვალე ბიჭებს. ასე ალბათ დამიმახსოვრებენ მე. Тихо, не торопитесь. ნელა ბიჭებო, ნელა. ახლა ზემოდან ეკაჩება და აგებ შენი ბაჩო. სერგოთ წოდებული. სერგეი და აგებ ჩემი ირაკლიკო. შეხედე რა დაყარეს. არ არიან ბიჭები. აგენაცვალეთ. აჰა. სუპერ. მიიწე, ახლოში მიიწე. მოდი ბაჩო, მოდი. ბაჩო მიიწე ერთი წუთი. დილამშვიდობისად. პირველი დილა გათენდა ბელარუსში. დილის 9-ის ნახევარია და ვემზადებით უნდა წავიდეთ სანადიროდ. დღევანდელი ჩვენი სანადირო ობიექტი არის ლოსი, ირემი, შველი. ღორძეც გვაქვს ლიცენზია. მოკლედ, საინტერესო სანადირო ობიექტები გვაქვს მოსანადირებელი. იმედია გაგვიმართლებს. ავტომობილები ყავს. ძალიან ფართო არჩევანია ავტომობილების, მაგრამ ჩვენ სტანდარტულად უაზიკით, ბუხანკით წავალთ სანადიროდ. აბა, დილამშვიდობისა. მესალმებით ყველას. აი ჩვენი მანქანა უაზიკი. მივდივართ სანადიროდ და კარგ ვიდეოებს შემოგთავაზებთ. კარგი ნადირობა გვექნება. მე ვინადირებ დღეს ფაბარმით, ასპერორით. ეს იარაღი გახლავთ შტუცერი. 2 ლულით, ანუ 30-06 კალიბრი. ვფიქრობ, რომ ზედ გამოჭრილია ამ სანადირო ობიექტზე. ტყეში სანადიროდ ყოველ შემთხვევაში. წარმატებები, გიორგი. ასევე. როგორია პირველი დილა ბელარუსში? სანადირო ამინდი და განწყობა გვაქვს? ამინდი არის განწყობა დიდებული და რა ვიცი, მოლოდინები უფრო კარგი და ვფიქრობ შაშანდელზე უფრო კარგი, იმიტომ რომ ცოტა ადრე ჩამოვედი, ლიმიტი მეტი გვაქვს. მეტი გვაქვს ლიმიტი კი ბატონო. რა ვიცი, კარგი ნადირობა და ირგვლიანი გასროლება. გაიხარე გიორგი. დაუთმე ბატონ მანუკას ჩემი ბრაკონიერული უაზგი. დიდ სულოვნად და კი. მარეკმა როგორ უნდა იყოს? აქედან მიდის. რაღაცია, რა სელოდები დღეს, აბა? ორივეს, ირებსაც და ლოსაც. ტრაფეინით სავარაუდოდ თუ გამოვა ტრაფეინი დავარ. ძალიან კარგი. წარმატებები. ბაჩო, შენ მე გადავწყვიტე ლოსების მოსისხლემდე გადავხტე და ჰოპ მერე დავიძახო. წინაზეც მასე იძახო და ორი კი დააგო. ხო. ავი ამინდი კარგი გვაქვს. სანადირო განწყობაც გვაქვს და წავალთ ახლა დავდგებით ნომრებში. დავიწყებთ პირველ მორეკვას. Рады вас приветствовать. Начальник еще свои, что хочет, скажет. Сегодня мы охотимся в Смоленском лесоохотничьем хозяйстве. Значит, господа охотники, еще раз рад вас поприветствовать. Вас 11 охотников, у нас 5 загонщиков, 2 собаки, легавые. Там вы их не спутаете ни с чем. Значит, смотрите, первый загон у нас будет, вы будете стоять на полувышках. ჩვენ შევხვდება როგორი ნომერი, იცი, აი თუ აცილეს და გამოგოდიან და შემთხვევით ეგეთი ნომერი. ხალ პესიმისტი. ყველაფერი კარგად მეც ეგრე მეგონა წინაზე და ყველაზე უდაჩნი. ჩვენგან დაიწყო სარეკი და ბოლოს უკან დაბრუნდა. ვერ გაიგებთ. თუმბობს რა თქმა უნდა, ნადირობა არავინ არ იცის საიდან რა გამოვა. თორია უნდა ვიყოთ გზად. წარმატებები ბაჩო. დავაში. მენ ორივე კარაბინით და შენ და მარვენ შორის არ გამოგიზრებათ არაფერი. აბა წარმატებები რეზოც-ია. აბა დროები. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვართ პირველი დღე არის ჩვენს
სანადირო მეურნეობაში ბელარუსიაში აი ესეთი ვიშკაზე დგავარ ჩემი ახალი იარაღით ვარ წამოსული იმედია დღეს მოვნათლავ შვენიერი აი მინდა გაჩვენო დღე ესეთი შვენიერი დღეა სადღაც 15 წუთში დაიწყება ეგრეთ წოდებული ზაგონი ანუ სარეკი და იმედია დღეს ჩემ თოფსაც მოვნათლავ აბა წავედით დაახლოებით 50 მეტრში უკვე დადგება სავარაუდოდ რეზო მერე ბაჩო და შიგნით კიდე ტყეში იქნებიან მონადირეები. კარგად ჩავკეტეთ სხვათა შორის ეს ტყე და იმედია გაგვიმართლებს. დაახლოებით როგორც ხედავ 3 ადამიანი დადგება უკვე ნომერში. დაიწყება სარეკი. ცოლზე დავაყენოთ. სასრული არეალი გვაქვს ძალიან კარგი. შეიძლება ცოტა კოლიმატორის ჩართვაც. ამ კოლიმატორს აქვს რამოდენიმე ფუნქცია. რაღაც ხედველობა კარგი გვაქვს და დღიარი. დავაყენოთ წითელზე. ეფექტურია. აი ახლა მაგალითად ვერ გაითვალისწინა აქაურმა რეინჯერმა რომ აი ეს ადამიანი იქეთ რო დგას არ დაეყენებია მან ხელში მიჭირავს კარაბინი დაახლოებით 150 მეტრში დგას ჩემგან არ ვიცი ბაჩუ არის აქეთ ყავს რეზო მარჯვენა მხარეს ერთ ზოლზე აქეთ მარლენი რეზომდე არის მანძილი 50 მეტრი მარლენამდე არის დაახლოებით 100 მეტრი მაგრამ ფაქტობრივად ამ მხარეს ვეღარ ვესვრი აი იქ ადამიანის გამო მაგრამ აი უკვე გადასულ ნადირს აი იქ შემიძლია უკვე ვესროლო რომ გაცდება აი ამ ღიობს აი იქ შემიძლია ვესროლო აქეთ მხარეს მაქვს მთელი ეს არეალი სასროლად აი ეს არის ძალიან დიდი შეცდომა რომ აი აქ ადამიანი დამიყენეს დაიწყო სარეკი როგორ მიყვარს აი ეს შეძახილები პირველი შეძახილს რო გაიგონებ პირველი შეძახილის გაგონება ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. პირველი გასროლა საინტერესოა. დაცხეთ ბიჭებო, დაცხეთ. აი აქედან მესმის რაღაცა ხმა. if ურა მაგარია.
დავაგდე. ესეც ასე. კარგი იყო. დავაგდე ლოსი. მაინც დავაგდე. მოვნათლე ჩემი პენელი. მაინც იქ წაიც, ესე იგი 4 ტყვია ვესროლე, ვერ დავაგდე და ბოლოს მაინც დავარდა რა. სერიოზული ამბებია. Что вы тут за войну устроили, блин? Паша вышел, Дима где? ეხლა მინდა გაჩვენოთ ჩემი ლოსი. აი აგერ არის ჩემი ლოსიკა. Вот здесь лежит. Вот лежит здесь. Ай, ესეთი ლოსია. ესეთი ლოსი. მინდა ჩემი პენელი დავადოთ ესე. აი ჩვენი ლოსიკა. ძალიან ვარ გახარებული. ესეც ასე. Вот. გიო, მაგარი სროლები იყო. კარგი სროლები იყო. შენ ესროლე? მე არ მისროლა, მე მეგონა რომ ერთი შენ ესროლე. ხო. რეზომ რამოდენიმე ისროლა. კონტროლი გაუკეთა სავარაუდოდ. გაუკეთა და 5 გასროლა იყო აი იმ კუთხიდან. კი, სავარაუდოდ ვაჟა იყო. სავარაუდოდ. ან მარლენი თქვენ არის. არა, მარლენი ჩემ გვერდზე იდგა. მართლა? კი, კი.
ვა. იქეთ საინტერესოა რა ხდება, იმიტომ რომ იქეთ მაგარი ბოი იყო. კი. აბა ვნახოთ. ეს რეზოძიას ნამუშევარს გავს უფრო მეტად. გილოცავ რეზოძია. ძალიან კარგი ნასროლი იყო. ჩამოფრინდი. სუპერ, სუპერ. ო, შვენიერი. ქაკ მოცვლილი, ხედავ? ქაკ მოცვლილი. მამალია რა, ეგრევე მივხვდი, იმიტომ მარტო იყო და. ძალიან კარგი ზომაა, ძალიან. ამას რას უკები ექნება? კაროჩე, იმასაც გადავრჩი იმ უზარმაზარ ქის უზარმაზარ თანხას. ხო. ვაია. შვენიერი. იდაბე საჩემო იყო, აი ესე მოდიოდა. ისე ამ ზომას ქარო ქონოდა, სატროფეო არ იქნებოდა. ხო და. კარგია. რაც გამო უნდა ესრულო, სატროფეო გამო, სატროფეოს უნდა ესრულო. ძალიან კარგია, ძალიან. ესე იგი პირველი მოვარტყი თავში ხო, როგორც ეტყობა? არა, პირველი იმას მოვარტყი, აი იქ ვესრულია და ეს წამოვიდა, ეს ის კუშკვა. აჰა. და მე აქ რო შებარბაც და ვერ ხედავდი და დანჩენ ხე. კონტროლი გაუკეთე, ხო? გაჩერებულზე ადვილიას. მაგარია. ბრავო, ბრავო. სწორედ მოვლენების პირველ დღეს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ჩვენ ბევრი ამ მივისწავლეთ, კი. ჯურები არ დავრჩები. ჯურები არ დავრჩები. თუმცა რა ვიცი, დღევანდელ ხვალ საკალბაზე ზეგ სატრშოკე და ეგ არის. სამი ხორასი ბანკა შეუკვეთა მამუკა. ხები ადრე გადმოაგდო, ესე იგი ახალგაზრდა. იმას კი არ იტყოდო, ახალგაზრდას უფრო კაი ხორცი აქვს. ხო, დაულოცოთ დღევანდელი დღე და ეს მშვიდობით და ლამაზად ჩავგვემთავრებინოს. ამინ, ამინ, ამინ. ყველას გისურვებთ იმ სიამოვნებას, რაც მე ვისიამოვნე. კი ვინერვიულე, ის ხუთი გასროლა შორის მაგრა ვინერვი. რამდენი სულ არ ახსოვდა. პირველი ის არ ახსოვდა, რამდენი ის არ იყო რა. ხო, ბიჭო. მაგრამ იმ დროს ვერ ხედავ. ეხა ჩვენ იმაში ნახეთ, ხო, გადაღებული როგორც არის. მაგრამ ვაი, ჩემი ბედის ასე და ისე, ხო, იცი, ყველა თავის ბედს საბრალებს ბოლოს. თუმე მაგარი ბედი გაქვს, იღბალი გაქვს, ეგ არის გაწოდა. ხო, მაგრამ ნასროლს არ ეტყობოდა, რომ რაღაც საინერვიულობა დაძავ, იმიტომ რომ აი ზუსტად იმ მომენტში დაელოდა, სადაც უნდა და ბოლოს წყნარად ვეს. დღევანდელ დღეს გაუმარჯოს, ბიჭებო. გაგიმარჯოთ. ნამდვილად. მიხარია თქვენ დღევანდელ ჯერ არ დამთავრებთ. დაწყებას ეს არის დიდი დასაწყისი. რეზოძია, იცი რას ვიტყვი? იღბალი ყველას. ხო არ გახსოვს. კი შეკითხებს უსმევ და არ ახსოვს და ვიდეო რო ვანახე მერე გაახსენდა ყველაფერი და იცი რა არის მთავარი ბიჭებო? ნადირობის დროს მარტო მონადირე კი არ ნერვიულობს, ნადირიც ნერვიულობს. კი, აბა. აი ეგ არის ყველაზე მაგარი ადრენალინი, რაც კი შეიძლება ადამიანმა მიიღოს, რომ დროზე მომკალით. ხო, აი რაც ნახეთ, კადრებს ნახავთ დიდ და ასე შემდეგ. დღევანდელ დღეს გაუმარჯოს. რეზოზია, მოგილოცავთ კიდევ და კიდევ. მასეთ კარგი. მე შეგვაძლებინოს. ირაკლი შეოჩემხელა იქნები, რომ საქართველოს იყოს ნადირით სავსე. მაშინ ნადირობაც შეიძლება. ეხლა ჩვენთან ცუდი მდგომარეობაა რა, 30 წელი ბრაკონიერობა. გაგვემრავლებინოს და ჩვენ შვილებს ენადიროთ ბევრი. ჩანსაღი ცხოვრების წესი დეცხოვოთ. ეგრეა, ნამდვილად. გაგვიმარჯოს დღევანდელ დღეს გაუმარჯოს და დღევანდელ ჩვენ ნადირობის დღეს გაუმარჯოს. ძიამარლენ. წარმატებები მინდა გისურვო, თქვენთვის მაგ ძალიან კარგი საჩუქარი. თუ მოინადირეთ, მაგრამ თუ ზდედავატირე, იმედია ვიზა. აუცილებლად იზავს და მაინც რაღაცა იქნება. გაგვიმარჯოს მონადირეებო. კარაბინი ხურიტავს ხოლმე გაიგე და ეს ეხა რომელიღაცა ლოსი იქით გაქცეული ეს ეშვება. ქიანი. იგა, შენ ზომა სპეციალური დღეს დილას დავიე. ო, მაგისი ამბავია. ეხა მაგრეგორი პახოთ კი თუ გაიარო ეს. А кто это добыл? Важа. Ага. Фамилия? Макарадзе. Важа, да? ნახე ირაკლის ეს სამოვა. იმენა გარბოდა და ბიჭო თავში დაუმიზნე. ხო. იქ მოხდა. 5 ესროლი ხო? აი ეგ ვიდები საერთოდ 70 მეტრში ვიდები რა. აი მიშკაზე გაღმაგდა. გადაღებულია ხო მე რა. გენაცვალე. აი ნახე იგა სად ვიდები. კი, შორი და იმას ქონდა მზომი. გიორგი მეტრევოს და 70 მეტრი იგედა. ვა. ხას წამოიღებ? აუცილებლად. ეს წავიდე. აბიზატელნა. ადა ჟორის ჩემო კეთილო ხალხო იქ რომ ავედი და ვიყავი ვეშკაზე დავჯექი გავესწრო და პირველად ამოვიღე ისა და თქვი რომ
ჩვენი ახლად ასე ვთქვათ ჩვენი დამფარველი ხალხი ევსტაფე პლაკიდას იმედას შევევედრე რომ დიდება შენ დაუფალო ყველას შენი სახელმწიფო შეგვინდა წოდები რა გამოუგზავნენ ნადირი დღეს გიორგი მეტრეოს გამოუგზავნენ ნადირი დღეს მაზიაშვილია გამოუგზავნენ ყველა უსროლეს და ყველა აცილებულს მადლობა ჯერამე შენი გაიხარე დღეს ბიჭები ამბავი მეთქი ყველაფერი ისე ჩატარდეს მეთქი რომ ეს ამბავი აირიო და თან იმაში მიდევს რა ქვია წამოღებული მაქვს ის პატარა ის იმის ხატი აქ საფულეში მიდევს და მოკლედ ისე ლამაზად და კარგად ჩამოიარა რომ აგე ჩემი ვაჟიკოს გაუმარჯოს სალკედავლე და რეზოს სალკედავლე და დანარჩენი იქ კახამქნა იბანქნა შილაკაზე მქნა კიდე თუ ვინმე ვაკრა ის კიდე ცალკე იქნება აგე პარლენია კიდე წასული ტურისტული მოგზაურობით ტყეში დაეძებს იმებს რა ქვია მაჩვევს გაუმარჯოს ამ კაიკას გაიხარ ბიჭო მადლობა გაგიმარჯოთ ესე იგი ვაჟასაც ცალკე დავლევო რეზოსაც ცალკე დავლევო ამას დალევა უნდა ცალსახად რატო არ გინდა ეხლა არ ყველასაც დავლევ ცალკე ვინც კი იქნება და მონადირებულის ამბავია მე აჭეს ეხლა რეზო ბეჟაშულს გაუმარჯოს გუშინ შუმზე ვარ დიდი მადლობა რეზო ამიბამ ხარი მე ბოლოში რა ეოსვალდი ყველა ამეშალა რამე და რეზო ჯანდაბასო და ხვალინდელი ვიღი დანადირებ დღევა და ყველა ფეჟდალია და ახლა ვეყრი გამოიღო შედეგი რო დაგლოს ეთქოდა რო იმას გეკენი მეთქი და ხალისი და ამბავია და რა ქნა ამიჯერე ასეთან არაფერი იმაზე ასე ვაფშე Как идем, Саныч? Александрович, остановись, пожалуйста. Александр, остановись. Вичи зуста. ამ კაცმა იცი ზუსტად. ნახატი. მამო, რა მოხდა? შემესროლეო. რამდენი მეტრაში ქონდა ნასროლი? 50-ში აქ ნასროლი. მე რა ქნა? პირველი სროლითვე აქ გაპარტყალებული. შენ გენაცვალე მე. მაწი გაწი მე ჩემი დავალება შევასრულე. ჩავედი რა ვიზა მამკა. კახაზია. ვა, რა მაგარი ვარიანტია. კილოცა. მადლობა. აი, ყოჩა. ამ ხელა ძროხავ, ესე იცავობდნენ. იდია ხო? ძრის რა როგორც იქ. აუ, ხო გითხარი, უეჭველი ისა თქო, იმიტომ როგორც მოყევი სხვანაირად ჩანსი არის ხო? მადლობა. რა. ამან ტყიდან გამოსვლა არაცალა. გამოვიდა თუ არა ტყე, მე ხო ხედავდი ამას როდის ესროლა. ეხლა მე უკვე თოფი შემოვდები, მე ჩემგან შორსაა რა, ჩემგან იყო დაახლოებით 200 მეტრა რა ესა. კვადრატი 3-ისა, დამატებული 3, ხო? არის 900 დამატებული 9 არის 18 და ფესვი 18-დან რა მოიღო, რაღაც არის 40. მაგრამ დავდები თოფით ეხლა ველოდები და ფიბა აი ამან საცოდომა. ერთი 5 ნაბიჯი გადმოდგა და აუტეხა სროლა. იმიდა შემოასრა მაგრამ უკან. გურული. მეო შემეშინდაო შენსკენ არ წამოსული იყო და შენსკენ არ მომეწია სროლო შენ მომეკალია. ხედავ. შეში და შენ რო არ მოგიკლა და შეატრიალა რა, შენ ადამიანი ხარ ეგ. არა, ადამიანის კი, აი მართლა გეუნები, აი თოფს გადავტეხა ოღონდ მაგმიმართულებით. მართალია. ამის მერე როცა გეუნები დამიჯერე და ისე იქნება საერთოდ. ესამე და სამართალი? მაგარია. ო, აი ეგრე გამოვიდა ზუსტად. სუნით მოვაგენით. სუნით მოვედით. if სუნი რა მაგარი წამოიღო ნახე. ძიამარლენ, всё уже готов. ერთ თოფი დავდო და მოვა. ის რა არის? აი საზისკები ეხა გვიქნება შესვენება და დღეს სამ მორეკვას ვერ ვასწრებთ, გვიქნება 2 მორეკვა, რადგან პირველმა ნადირობამ ძალიან წარმატებით ჩაიარა, მოვინადირეთ 3 ლოსი და ეხლა გვაქვს შესვენება. თან როგორ უნდა თქვა, იცი, მოვინადირეთ 3 და ააცილეს 2-ს.
და კონკრეტე მეტი კონკრეტიკა ჩვენი მაყურებელი. ამაში დავკარგეთ დიდი დრო და დღეს ვერ ვასწრებთ სამ მორეკვას. ვერა, მაგრამ მეორეს ყველა ვარიანტში აქვე სადღაც ახლომახლოს მოვირეკებით. იწყება მეორე მორეკვა. ხა დავდექი მეორე ნომერში, პირველ ნომერში დარჩა კახა. სადგებიან ახლა ბიჭებიც და დაველოდებით მორეკვას. მოსანათლია ჩემი იარაღი, აი ესეთი პატარა. ძალიან ესეთი გამორჩეული და განსხვავებული იარაღი, რომელიც ძალიან პატარაა მართლა. არის 30-06 კალიბრი. სქელი ლულები აქვს. კოლიმატორი მაქვს დაყენებული. თლათ ვერ შეესაბამება ამ იარაღის პროპორციებს, მაგრამ მიზანი კარგად არის გასწორებული და თუ რამე გამოვა ვეცდები მარტივად მოვიპოვო. იარაღი მაძლევს მაგის საშუალებას, რომ დიდი ნადირი მარტივად გავაჩერო. არის ძალიან მსუბუქი 2 კილო და 900 გახლავთ მისი წონა. დაველოდოთ აბა მოვლენების განვითარებას. აბა დაველოდოთ მორეკვას. ახლის კარებს რომ შევაღებ, კარგი დღე არა დამადგება, სოლის მწარე საყვედური, ტყვიასავით არა მწდება. სიყვარულის სადღეგრძელო როგორ არ დამელია, საქართველოს სადღეგრძელო როგორ არ დამელია, მეგობრობის სადღეგრძელო როგორ არ დამელია, სინაბრების სადღეგრძელო როგორ არ დამელია. ესეც სანადირო მეორე დღე, პირველმა დღემ ძალიან წარმატებით ჩაიარა. მოვიპოვეთ 3 ლოსი და 2 ტახი. По какому каналу смотреть? В YouTube. Ну, в YouTube, да? Да. წარმატებები რეზოძია დღესაც. წარმატებები თქვენს ბატონო. გუშინ პირველი ლოსი რეზოძია მოინადირა. თან საკმაოდ ესეთი საინტერესო ნასროლები იყო, აზარტული, მინდა გითხრა და დიდ დისტანციაზე იყო. ჟაკნის ასრულად დიდი მანძილი იყო თან ტყე. კი, თან ტყეში ისეთ არ იყო კარგი მხედველობა. გაიხარეთ, წარმატებები. სნაიპერ რაღაცა ჩვენ კი რაღაც 2 ტახი მოვინადირეთ გუშინ, მაგრამ ლოსები რას ფიქრობენ? ლოსები აი დღეს გავარკვევთ მაგ ამბობს და დღეს ირემიც უნდა იყოს, დავინახოთ ბოლო. კი, ირმის ვარიანტებიც იქნება. გვაქვს პატარა ინსტრუქტაჟი. გაგვაფრთხილეს, რომ ამ ტყეს ხავს ძალიან დიდი რაოდენობით ნადირი. შესაბამისად, აბა ვნახოთ. Моусминут инструктаж. Господа охотники, сегодня у нас... Давайте мы устроимся нормально, чтобы все сняли. С полумесяцем там, то все. Вот сколько собак? 3. Все русско-европейские? Да. Все русско-европейские. Я сразу по собакам скажу. Сегодня у нас 5 только человек. Ну, в общем, в основном будет надежда на собак. Такая погода и все. Значит, вот русско-европейские лайки, видите? Да. Все. Значит, как собачка сработает. Загон будет вот от просеки, но на электролинию. Значит, будет 2 человека в пету стоять. Это самое. 2 человека по дороге.
Значит, вот на дороге везде на полувышках будете. По дороге, пожалуйста, внимательно, что может машина ехать, понимаете? Поэтому конечно. Очень внимательно. В лес, грибники или что, ну и насчет грибников вы все знаете. Все то же самое, соблюдая технику безопасности. Это самое 2, 2, 4. Нас же 11 охотников получается, да? Да. Значит, тогда 3 на дороге поставим. И этих самых 5 и 6 человек будет по электролинии стоять. Вот загон отсюда туда. В загоне есть весь зверь. То есть вот здесь конкретно точно. Не так, как вот вчера я вам говорил, там лось будет. Вот рапсовые поля, у нас тут вольер был. Все. Здесь олень, лось, кабан. Все будет в загоне. Значит, смотрите сами. Хотите мясо, стреляйте. Нет, ждите, что трофей. Ну, тут есть трофейные. И лось, и олень есть. Если в этом не... Ну, мы вот первый загон этот, второй с той стороны корма, ну, этих рапсовых полей. Там бычок 3 на 4 ходит. Такой лосик хороший. Ну, такой есть. Вот будем... Поэтому смотрите сами. Стреляете мясо, не стреляете мясо. Ждете трофей, не ждете трофей. Это на ваше усмотрение уже. Что вы будете стрелять? Кто не ждет трофей, можно стрелять. Что? Кто не ждет трофей, можно стрелять. Можно. Если кому-то надо, все стреляете. დავდეკით ნომრებში. აქეთ გას ჩემს იქეთ 2 ნომერი. აქეთ გვერდზე ჩაკეტილია მთლიანად ტყე. აქეთ დგება მარლენი. და ძალიან უცნაური ვიშკა შემხვდა, ნახე. ნუ, იდეაში ეს არის დასაჯდომად გაკეთებული, მაგრამ წვიმს და ეხლა მე ფიზიკურად აქ ვერ დავჯდები, რაღაცა უნდა მოვიფიქრო. ჩავანაკეთები. და ორი ცალი. ნავიღოთ სათადარი გოვასნა. ეს ნამაჭიკაში ჩავდოთ. მორეკვა იწყება იქედან. აბა დავდოთ მოვლენების განვითარებას. პირველი დღე წარმატებული იყო. ეს არის მეორე დღე. მეორე დღის პირველი ნადირობა. აბა ნახოთ. ამინდი არის ფანტასტიკური, ნამდვილი სანადირო ამინდია, ძალიან უხდება აქაურ ტყეს, აქაურ ბუნებას. ცივა მეტნაკლებად, მაგრამ მონადირეებში საბამისი ტანსაცმელი გვაცვია ყოველთვის. დაიმახსოვრეთ, ყოველთვის ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი, რომ ნადირობის დროს მეტად კონცენტრირებული იყოთ სანადირო ობიექტის გამოსვლის დროს.
Нет, так я возле речки, а где ты? Ты еще не вышел? Он вышел, он возле меня и шел выше. Здесь. А вот, ты тут. Ого. Корова огромная. Да. Ее, конечно, ეს მოვინადირე მე. ეს იყო პირველი, რომელიც გამოვიდა. მარლენისგან იყო კარგი სასრული და პირველი მარლენმა ისროლა მახსოვს ამას. შემდეგ გამოვიდა ჩემთვის ხელსაყრელ ადგილას დაუმატე და შემდეგ გამოყვა ეს პატარა და შემდეგ ერთი სროლით მოვინადირე უკვე ეს პატარა სიგალეტკა. მეც გილოცავთ მოვნათლე ჩემი იარაღი ძალიან გახარებული ვარ. ძალიან კარგი ნასროლი იყო, მეც ხედავდი თქვენს ნასროლს და ორივე ჩვენი მონადირებული გვერდი გვერდ წვანან, დედა და შვილი. როგორც მე და შენ ვართ ერთად კი ბატონო. იმ პირველმა აიტანა დიდი რომელიც გამოვიდა, თქვენ პირველ რომელსაც ესროლეთ. მეც ველოდებოდი ხელსაყრელ პირველს, მაგრამ კი, ის დიდი. ხო, ეგ გამოვიდა. პირველად რო ვისროლე და მე გამოაგზელა სიარული. გამოაგზელა სიარული, მაგას აი ჩემგანაც თითქოს იყო სასროლი და რაღაცა მაინც გაურისკე. და მეორე გამოყვა ის პატარა. ხო. და ის უკვე პატაშორის ის არ ჩანდა, რომ შვილი ყავდა. ხო, თავიდან არ ჩანდა, თორე ჩვენს ნამდვილად არ ვესროდი დედას მაგ შემთხვევაში. კი, აი ეს არის პატარა ბოჩოლა. О, Аякар, спасибо, дорогие. Мне очень жаль, что я очень поздно заметил, что она была с сигаретой. К сожалению. ხო, იმიტომ რომ დაახლოებით 10 წამის შემდეგ გამოვიდა ძიამარლენი ის. Собачки не шли, да? Собачки по следу шли. По следу. Можно сказать, что собаки работали по следу, да? კაღაზია. მომილოცავს. მადლობა. აბა რა მოინადირე? ახი, შველი, ლოსი. აჰა, ძალიან დიდი ისა გაქვს, მენიუ გაქვს. კი, მენიუ დიდი გაქვს. არჩევა გვაქვს დიდი. არ მოხსენიდა. ტახი, შველი და ლოსი. კარგად რომ მედგა და გავუსწორო და რომ გამოვკარი. ვიცი რომ ხელ ლოსი გაუშვი, შენ რომ ანიშ. მედგა წინ. მე წინ მედგა და არა, მე ამის ვიტყვი რომ ეს ყოლა შემე. Парни, а вы не звонили вашим ребятам, что у них там? აი აქ მომიწევ ეში სროლა. აი მე კატარი ხნეტო ტელეფონ. ესეც კახას მონადირებული. ძალიან კარგი შველი. აქეთ არის მანდრა არის. აქეთ ღორი. ტახი უпростоრად. ოჰო. კარგი ტახია. ეშვებით. Магария. Магария кахадзе. Кабана поставим правильно. Да. Что он лежит, его надо поставить. Ну, вообще-то надо поставить, но когда вытащим, потом поставим. Зачем? Тут у лесу наш красивее. ეს ერთი სროლით, ხო? მაგარი, მაგარი. Ружье есть. Супер. და ლოსი სად არის? იქ, ზაზე. აა. შენ გამოიარე. რაკენი? მამუკა. ეს შენი არის. ზურა შენ გეწოდება, კაროჩი რა. აი ეს ამხელა იყო. რაზო ზურამაც მოკლა, მეც მოკალი, მარლენმაც მოკლა, წვერავამაც მოკლა. კავჩი ყველა მოკლა. ამასაც შენ ესროლე. ზურა. ის იქით თავი. всё, ესე თქვენგან დავიშვენეთ. მოკლედ დაცი ნორმალურად ჩვენ. კი, აბა. ვა.
ღვინო გაიქცა ძაღლი მე მგონი. Tio, გაიქცევა ეს. ელა. ესროლ. Кровь, смотри. Вот видишь? Ей. Еще. Возьми. Ну что, спорим, братка, разряжаемся. Ну еще стреляем. Не, подожди. Возьми. Молодцы, возьми. Возьми, молодец. Вот, давай. Бери. Вот. Давай, молодец. Встанем. Как вас зовут? Важа. Ну ты красавчик. Важа, надо быстрее было вам двигаться, я уже понял. Красавчик. Спасибо, ребята. Молодцы. Да, все добрали, все в порядке. Это бык, бля. Это бык без рог. Это ложь. 8 рога. Бык без рог.
доехать, наверное, Молодец, молодец. сориентируемся тут. Ой, да бег. Молодец, молодец. Молодец, молодец. მე ნახე ამას რატო ავაცილე რა ესეც რა რა ქვია გამოვიდა და აი ესეთ არის ესეთ ტყეში ტყესთან ესთან აქეთ გამიჩერდა რა აი აქ რო გაჩერდეს ესე ტყესკენ იყურებოდა რა და რო ამოვიღე ბიზანში და გამო ფეხში ქონდა გარკვეული ეს ლოსი არის ვაჟიკოს მონადირებული ვაჟა მოინადირე ხოჩო რომელი? აი მამუკამ რო ესროლა ძმებო ფეხში აქ გარტყმული წინა ფეხში და ბილ წინვესროლე მე რა ირბინა იმის დედავატირე გადაღებული მაქვს 1 წუთი არ გამომითავს 9 წუთი მოვანდომეთ სირბილით იმინა რა ბატონო ვაჟიკო თავეცი რა გილოცავ არა მე ვაჟის გამანადგურებელი შენ ხარ გიორგის ნუ მიყვები მეოთხარი შემოუელა შენ სამხედან წადი Там, где ты с пышным стрелял. Შეგი ჩვენ მივდივართ ახლა. აი ამ ზაგონჩიკებთან ერთად მე და გიორგი მეტრეველი. და თაფიებით გვერდი. აუ წუხელი თქვენ რა კაი ჯუგი გიტარებიათ მე წავედი ბიჭო კაი აგიეთი უნდა დათვი აბარან დათვი თუ ზმახარი Есть, следи. ხლა წაღლებით შევლენ ისინი. იქით. და ჩვენი ბიჭებით განატყის იქით. მე და გიორგი მეტრეველი აქ ჩავსაბდით. ნახეთ ბევრი კვალი. ასე იგი. შეიძლება ირემი. შემოტრიალდეს უკან. ამიტომ ჩვენ დავასხავთ. გავასწორო. ჩავთოთ. Zatvor. Блядь. Рекордки. Рекордки, пичу. Рекордки. Как цел кудрімас. Швельца. Как издедавати. Ai Gio, agora se escrevi. Gilo tau, sabe que gilo tau. É câmera gasto, né?
Нельзя, блядь. Вот. Блядь. Хорошенькая. Так это, собака тут только была? Собака тут была? Нет. Шумовой выскочил, да? Нет. Да. А за этим козликом тоже шума вышел? Да, вот это шла. Там и был, который-то. Козел. Вот первый, А который что вы не вышел. стреляли по первому? Один только стрелял, вам же... Ну, короче, От меня далеко. ну, как перед переви. Ну я вижу, пропускали, испугался. ну. Испугался, ну. Все хорошо. Мы кричим, а я возле меня, собака сразу, Сейчас я აი კიდევ ერთი. Ну, შევიდეთ რომ ნახოთ ბიჭები რა საქმიანობენ. აბა. ნახოთ. შემოვედით. ეს არის ჩვენი. აი ესეც ჩვენი. აგერ შემოვედით ბიჭები. ბიჭები ფუსფუსობენ. აქ არის მამუკა, ირაკლი. აი, მოვედი შენთან. ხო. აბა ასაკეთებთ. ესე იგი, ვიმყოფებით ბელარუსში. დღეს გვაქვს დასვენების დღე და კაცებმა გადავწყვიტეთ, რომ დრო დაუთმოთ ერთმანეთს და დრო დაუთმოთ დასვენებას. კი ბატონო. მომზადეთ ეს ამაზე იცახიან რომ არ ვარგაო რა. ხო, ვიზუალი ნახე. ესე იგი, ბატონო, ერთი წუთი დრო არ წახვიდე. არა, ცუდი. მამუკა, ხო, იგა, აბა. ეხლა მე პოსტა ის შეჭმული არის წელჭიტი პირველი რა შედარება როგორი იყო იმისა და შენ თვითონ ვერ ხედავ შედარებას საწყისი როგორ ვინ იყავი და საწყისი სპეციალურად გამიკეთე შენ ცუდი ცომი და იმ ცუდი ცომისგანაც გავაკეთე მე უნდა რომ ლეგიონს კაცუდი და ეგრევე შემრაცხეს მე ფხელჭიდე ერთი ხილი აი იყოს პასე იყოს თუ ვინა მაგრამ მე მაყოფილი ვარ იმისი რომ კიდე ერთხელ გითხარი დამას აი ესე არა ესე არა რა გარე ჯერიდან გამომყავს ჯერ აიღე აი ესენი ამას გაგიკეთებ კიდე ერთხელ და ეს გავუკეთე მაგიდან მაგას ვერ მიიღებ იმ სურათს ეს არ არის გაყვანილი ეგენი ჯერ არა გაგაჩერი იმიტომ მე ხმება მაგრამ მაინც მაყოფილი ვარ არა მასე არა ჯერ ეს მინდა ხო აი მე გაოცებული ვარ მე ჩვენ გუშინ წინ მინადიეთ და დღეს ნანადირების თან შერეული ფარში ჭირდება საერთოდ ხინკალს და ცხენირმის და ტახის შერეული ფარშია როგორც შეფ მზარეულმა ახსენა შეფმამუკა 2/3 1/3 არა 3/4 1/4-ზე ტახი 1/4 3 ლოსი და 1 ხო და გამოვიდა უგემრიელესი მე მგონი ეგეთ ხინკალი არც დამიგემოვნები არასოდეს მე მინდა აღვნიშნო ერთი დიდი ბოდიში შემოძვებო მინდა აღვნიშნო რომ აქ კეთდება ხინკალი და კეთდება კატლეტი ხოლო გარეთ აგერ ჩვენი გოგა და ჩვენი მარლენი ამზადებენ იქაც გავა ფუსფუსებთ იქ რა ხდება ჯერ არ თქვა იქ მოვა აი რომ მოხო მე ანახი შენ მაყურებელს ასე რომ ირაკლი არის როგორ იკა შენ უკვე ისწავლე ყველაფერი ხო? კი, და ამას გავიმეორებ აუცილებლად საქართველოში. შემოგიგო შენი თავი. აბა ბიჭებო, თქვენ წარმატებები მე ხა იქ წავალ, ხო? დანამიდევ წრელი შენი დანა ვერწრის ლოქში. აი ესეთი ფუსფუსი აქვს. შემოძმებო. აი ესეთი ფუსფუსი აქვს. მინდა დაგათვალიერებინოთ კიდევ ერთხელ. აი ესე, ნახეთ როგორი ადგილია, როგორი ტერიტორიებია. ძალიან მოწესრიგებულია. აი ძალიან მე მაგრამ სიამოვნებს აკვაფნა. როგორც ბიჭებმა აღნიშნეს დღეს გვაქვს დასვენების დღე. აი აგერ ჩვენი მანქანა რითიცაც მოვიტანეთ. იმედია ჩვენი ეს ვიდეო ყველას მოეწონება. აი ესეთი ეს ჯერ ახალად აშენებულია და არ ვიცი რა არის. ესეთი სახლია. ესეთი კარგი ტერიტორია. ესეთი ეხლა უკვე ვართ გარეთ, აი ესეთი მოწყობილი ამბავია აქ, კარგი თავისი მაყალით,
თავი ეს ამას სახელი რა ქვია არ ვიცი მარლენ და გოგა აქ არის აზანი მარლენ და გოგა ძალიან მოგესალმებით ერთი-ორი სიტყვით ერთი-ორი სიტყვით შემეძლია თქვა ესეთი რამე ხალხნა რომ ვიმყოფებით ბელარუსში სადაც ძალიან მაგარი ნადირობა გქონდა და მოვინადირეთ 9 ლოსია ბიჭო კი 9 ლოსი 3 ტახი შველი მოკლედ რა ვინადირეთ ძალიან მაგრად და ეხლა გვაქვს კულინარიული ჩართვა ჩვენი არხისთვის მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რომ უყუროთ ვაჟა მოკლედ შენ როგორც ყოველთვის მაგრა გაგიმართლა ჩემო ძმაო მინდა ის უთხრა შენს მაყურებელს და ვაჟიკოსთან გამოვიდა სამჯერ მოინადირე? ორჯერ. კი ბატონო. ორჯერ მოინადირა, მაგრამ ეს რა გასროლები განახორციელა, გული ქონდა განგმირული. გასროლები გააკეთა ნამდვილად მაღალ პროფესიონალური რა და რისთვისაც გემადლიერებით ჩემო ვაჟა რომ ესე მაღალ ხარისხიანად ჩაატარე ნადირობა ძმაო. თქვენ როგორც კარგი ეგრეთ წოდებული კულინარები, აბა დღეს რა უნდა ვჭამოთ საღამოს. ეს ხაშლამისთვის ვარი რომ ეხა შევიკრიბეთ ჩვენ აქ, მაგრამ ჩვენი მეგობრები აკეთებენ კიდე ხინკალსაც ხახნო, ლოსის ხინკალი და კიდე რას ურევენ შეგრით, ახსურებენ გონი. კოტლეტ, ლოსი, ტახი, კოტლეტი, ხინკალი. მოგეთ მაგარი кейფი გველოდება ხახნო. რა ხორცებია. ხორცები კარგია ბიჭო, მაგრამ დანებმა ისე იმუშავა რომ თითქმის ყველა დანა დაბლაგვებული არის მალე და ახლა 9 ლოსის და 3 ტახი. ეხლა მზადებაში ძმებო ხეს არ შეგიშლით? იგენაცო. რო გამზადდება. ხო. იგენაცო. და რო დავაგემოვნებთ ერთად და იმედია რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ. ერთად შევიკრიბოთ. აუცილებლად. კაი იგენაცო. აბა სად არიან ბიჭები? ვახ თქვენ გენაცვალო. აი სამგულიანი მომძანდი დავძანდი თავი ისე იგზენით როგორც საკუთარ საქმეზე ეს უკვე საქმეა ეს ნახდათ საქმეა გენაცვალე მეგობრებო ესე იგი ეს არის თქვენი გაკეთებული შეკმაზული მოზელილი ცომი, გატარებული ხორცი, ყველაფერი შენი გაკეთებული. აი ჩემი ნათლული ხო და მე ნათლულებმა აი დამნათლებული ახალგაზრდა და რომეუშვი ბიჭებო მე მინდა სადღერძელო შემოგთავაზოთ მონადირეების ზოგადად რა მონადირეები ყველას დაგლოცავთ და მე დაგლოცავთ რა ალბათ უფრო ღმერთსავთ ხო რომ მისგან დალოცვილები ყოფილიყავით რა ჩვენგანაც გისურვებთ სიკეთეს გისურვებთ მშვიდობას გისურვებთ საუკეთესო გასროლებს რა ვიცი აი დანარჩენს ალბათ გოგაც შემომეხმარება და დაამატებს და ბიჭებო მადლობა იმისათვის რომ ჩვენთან ერთად ნადირობდით ჩვენთან ერთად ეს დღესასწაული ეხოს ხინკალი მადლობა დიდი ამ ყველაფრისათვის გაიხარეთ შეგერგოთ ბიჭებო ყველა არ მართალ მონადირეს გაუმართოს ნო მეთი იყოს ჩვენი ფარველი და ერთს ვისურვებდი რომ ამაზე ნაკლები ნადირობა არ გქონოდა შემოგვივლე და ამაზე ნაკლებ სუფრაზე არ მჯდარიყავ აბა სიკეთით გაიხარე ბოლომდე არა ბოლომდე აუ რა ხინკალი ბიჭო ვიდა დავი გვეგარა ვაფშია მაგარია მეგობრები არა კვერნა ვარ გიხას რაღაცა ის არ შეიტანოს ხაზი თავისი შინე ხო ის არ შეიძლება და ო გეტყვი რა აკლია ხო შენ რა მინდა მოწოს მე მომწოს აი დიდებული არის რა შენ თუ არ მომწოს გაიწია სწორი მაგრესია გეტყვი ამ ხინკალს რა აკლია თა ჰაერი საქართველო მეტი არაფერი ამ ხინკალს არ აკლია ძმო ეს არის აი თაში რომ ბებო გაგიკეთებს სიყვარულით აი ესეთი თემა ეგრევე დაგვაბერა მეგობრებო ძალიან მალე დაგიმუნდებით საქართველოში ასე რომ მე ეჭვი მაქვს რომ მამუკას უნდა გავაკეთებინოთ ხოლმე ხინკალი ხშირი შავში ზურეთში გაგვიკეთე ძმაო გავაკეთე შენ რო თქვი რომ ნეტავი რა გამოუვაო ერთიო რაღაცა ვითავაო რთული საქმეა რაღაცა კაია ხო მართლა კარგია არის მე გამოვიდა ვაჟა კი ბატონო კარგია მე გამოვიდა შეგვარგოს მე ახლა ეს გიორგუნას ბიჭო ბინტანოასთან მიყუტარა და რა კამერა მე გამოგდებინე ხელი და აი ასე გიხმები იაპანელოს არა იო არ ჯავ ხინკა ხინკალი ჰა იო
რა მოშია? მოდი რა გავ. იგა. ესე იგი შენ შეახვიე იგა. კი. ვისწავლე. მამუკამ შეკმაზა, გვასწავლა. ხო და კაი არის, რას ფავორი არის ნანადირევისგან მომზადებული. და ძალიან გემრიელი გამოვიდა. და შეშებო. სასწაული ხინკალი არის მართლა. აი და გენესველი. ბიჭო არ დაეტევა და დავდეთ დიაგონალზე. აი ესე მოგვიწევს დადება, რა პრობლემა არის? რამდენიც დაეტევა, იმდენს დავდებთ და რაც არ დაეტევა, მარტივად ძალიან. მე მგონი კიდე ერთი ცალი დაეტევა. შეარჩიე რომელიც მეკარს. აი ეს არის რა. ხო არ გადავადო თავზე, ხო არ ვიმატრაკვეცებ. არა. ვიმატრაკვეცებ, ჩემი რა მიდის. აი ცოტა ხანი დადი და მე აია. აი მაშინ პარტია უნდა შევწვათ, იმიტომ რომ ისეთი აი ბელორუსული მაყალი არის რა, აი ამხევა. ანუ ქართველებზე გათვლილი არის. არ არის აშკარად, ხო. ის ჭამელ ხალხზე არ არის გათვლილი. არა, არ შვება. ერაფერს ვერ შვება, ესე იგი რიგრიგობით უნდა შევწვათ. კი ბატონო, რიგრიგობით. შენ ის თქვი თუ შეწვავს. არ შეწვავს და შევინახავთ. აი ცადე ერთი წამეთ ბიჭო, ეს პატარები იქნება ჩავდო, აი ასე რამენაირად მარლენ. აი ცადე მარლენ დამაცადე შემოგევლე შენ. აი ეს პატარა შამფურები იქნება რაღაცა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ეს არის ჩვენი ნადირობის მესამე დღე. გუშინ ძალიან კარგი დასვენება გამოგვივიდა. მოვამზადეთ ტახის და ლოსის ხორცისგან კარგი და ძალიან გემრიელი ხინკალი. კარგად ვიქეიფეთ ბიჭებმა და ვკლეთ დღეს არის ჩვენი ბოლო ნადირობის დღე ბელარუსში. მესამე დღის პირველი მორეკვა იწყება. დავდექით ნომრებში, აქეთ ზოლზე დგანან მონადირეები, ჩვენები, აქეთაც. დღეს მორეკვა გაკეთდება ლაიკებით. ლაიკები ყავთ წამოყვანილი, აი წინა წელს რითიც ნადირობდით და ძალიან მოგვეწონა ეს ძაღლები, მოკლედ აი იმ ძაღლებით გვექნება დღევანდელი დღეს ნადირობა. დაველოდოთ ახლა მოვლენების განვითარებას და იმედია დღევანდელ დღეს წარმატებული იქნება. დღეს გვაქვს ლიმიტი მხოლოდ შველზე, ახალგაზრდა ლოსზე და ირემზე. ღორზე, ღორს აქ არანაირი ლიმიტი არ ჭირდება. ულიმიტოდ გვაქვს ტახი. აბა დაიწყება ახლა სარეკიც და ყველას უსურვებ წარმატებებს. აბა წავედით. წარუმატებლად ჩაიარა პირველმა მორეკვამ. ასევე მეორე მორეკვამ, მეორე პატარა მორეკვა გავაკეთეთ იქვე. ეხლა ვართ თუ არ ვწდები ბოლო ნომრებში, ბოლო ლოკაციაზე ვართ და სავარაუდოდ ამით დასრულდება ჩვენი ნადირობა ბელარუსში. აქეთ დგას მარლენი, აქეთ პირველ ნომერში დგას გოგლიკო. ესეთ ვიშკაზე ვდგავარ. მე სადაც არის ჩემი იარაღი უკვე დატენილ მდგომარეობაში და აქეთ ჩვენი სარაჯიშვილის კონიაკი. უნდა დავლიო ერთი ჭიქა აუცილებლად სანამ დაიწყება სარეკი. იმიტომ რომ კარგად ამაქვს ეს ყველაფერი დაცდილი. მოკლედ ძალიან წარმატებული და საინტერესო ნადირობა გამოგვივიდა მეგობრებს ბელარუსში, კარგი გასვლა გამოგვივიდა და ძალიან დიდი მოკითხვა მინდა გადავცე შორეული ბელარუსიდან ჩემი კლუბის ბიჭებს. და იმედი მაქვს რომ ძალიან მალე ჩვენს ერთად წამოვალთ ბელარუსში და ვინადირებთ და ჩავატარებთ ბევრ საინტერესო ნადირობას და ერთად გავატარებთ ძალიან კარგ დროს. ეხლა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, დაიწყება მალე სარეკი. GoPro სამწუხაროდ არ მაქვს, მაგრამ იმედია რაღაცნაირად მოვახერხებ კარგი კადრების დაფიქსირებას. აბა წავედით. გაუმარჯოს ყველა მონადირეს ბელარუსიდან საქართველოში. გაიხარე, გაგიმარჯოს. გოგლიკ, რა მოხდა აბა ორი სიტყვით რო გვიამბო? რა მოხდა და
გასულ სარეგზე პრინციპში უკვე მორეკვა დამთავრებული რო იყო, ნომერში ვიდექი და ეში გავიგე ხმა. ეგრევე ჩავიკუზე, მოვემზადე, რატომღაც მაინც ლოს ველოდებოდი, არ ვიცი რატო და გამომივარდა უზარმაზარი კოლტი. ორი ვესროლე, არ ვიცი რა ვქენი სამწუხაროდ, ძაღლები უნდა მოვიდნენ და შეყვნენ და ნახონ რომ ყვალი ხო არ არის სისხლის. და საკმაოდ გრძელი ის იყო რა ქვია კოლტი. მატარებელივით გადაირბინეს. დიდებიც იყვნენ, პატარებიც იყვნენ, საინტერესო თემა იყო და სამწუხაროდ ვეღარ გადავტენე. შემდეგი კიდე ორი ტყვია, იმიტომ რომ ვერ ამოვიღე ჟილეტიდან რა, გადაფარებული ქონდა ჯიბეს და. თან ისიც არ გეგონა თუ ამხელა მატარებელი იქნებოდა რა? არა, არც ეგ არ მეგონა, მაგრამ კარგია ეს მატარებელი, უკვე პოზიტივია რა. ტრიფონიამ სამწუხაროდ ჩაიარა. ტრიფონიამ ჩაიარა. ბადაშორის ჩემი ნომრიდანაც ჩანდა რა, მაგრამ ჩემი ნომრიდან ჩანდა უკვე ბოლო მომენტი, როგორ ძურებოდნენ უკვე შიგნით ტყეში რა და იქ ხო შანსი 0 იყო. ვერ გადავიდე კაც. თან გოგას ნომერში მე ხوار გავისროდი უხერხულია. ხერხულია. და ჩვენს იქეთ ნომერში ბაჩოსთან გაიარა ასევე დიდმა კოლტმა, გოჭების კოლტი იყო ძიამარლენ. მასეთივე? უფრო გძელი. რას ლაპარაკო? კი, და აი არ ვიცი, აბა ბაჩოსთან რა იქნება. ნახოთ ბიჭემას და ამის გარდა კიდე ანუ გოგას ნომრის და ბაჩოს ნომრის გარდა სამმა ნომერმა კიდე ვისროლა. მოკლედ ძალიან საინტერესოა ველოდებით ახლა შედეგებს. დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ბელარუსში. საკმაოდ წარმატებული, კარგი ნადირობა ჩავატარეთ. ასეთი კეთილმოწყობილი დაგვდა აქაურობა, დაამატეს რამოდენიმე კოტეჯი. აქეთ არის ასეთი მშვენიერი ტბა, კოტეჯების პირდაპირ. აქეთ არის მთავარი ჰოლი, მისაღები, სასადილო. სადაც ვიკრიბებით ხოლმე საღამოობით მონადირეები. ძალიან კარგი და სამახსოვრო ვიზიტი გამოგვივიდა ჩვენ ბელარუსში. მე პირადად მოვინადირე ერთი ლოსი, პატარა ზომის, ხბო ეგრეთ წოდებული და ერთი ტახი. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტით. მეგობრებიც კმაყოფილები არიან, ერთად ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ეხლა ნელა წავალთ აეროპორტში და დავბრუნდებით საქართველოში. თქვენ კიდევ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ძალიან საინტერესო და კარგი ნადირობები გველოდება. დარჩით ხაზზე, აბა დროებით. აეროპორტში ვართ, ახლა გავიარეთ საპასპორტოში. მეგობრ ჩვენი იარაღები. ისე სპეციალურ ადგილას, სადაც შეინახავენ თვითმფრინავში. ჩვენც ძალიან მალე უკვე ჩამოფრინდებით საქართველოში და ამით დასრულდება ჩვენი მოგზაურობა ბელარუსში. აბა წავედით.